7 სექტემბერს ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მდებარე საეპისკოპოსო რეზიდენცია მასპინძლობდა. წარმოდგენილი იყო 28 ქვეყნის 187 რეჟისორის 176 ფილმი. ნაჩვენები იყო ანიმაციური და დოკუმენტური ნამუშევრები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები. ასევე მოეწყო გამოფენები. ჩატარდა სემინარები და მასტერ-კლასები. ღონისძიებაში ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან არსებული ბავშვთა ჩრდილების თეატრიც მონაწილეობდა. ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი ჩვენ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით წამოვიწყეთ. ეს პირველი ფესტივალი ჩატარდა 2011 წელს და აგერ უკვე მე-12 ჯერ ტარდება წელს ეს ფესტივალი. ამ ხნის მანძილზე ძალიან მრავალი ადამიანი იყო ჩვენთან ჩამოსული, ძალიან საინტერესო შემოქმედი ხალხი. ხო და ეს ფესტივალი არის ხელოვნების სკოლის ორგანიზება არის და თავის დროზე ბატონი გელა კანდელაკი არის რეჟისორი, დრამატურგი, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო და მასთან ერთად და ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ერთად წამოვიწყეთ ეს საქმე და ძალიან ესეთი გამოდგა ხო აი საინტერესო როგორც აი თვითონ დამსწრები ამბობენ უცხოეთიდან მომსვლელები თუ ადგილობრივები. ხო აი წელსაც ჩვენ ვართ დამეგობრებული სხვადასხვა ფესტივალებთან როგორც მაგალითად ანესის საფრანგეთის ანიმაციური ფილმების ფესტივალი, დრეზდენის მოკლე ფილმების ფესტივალი, ასევე პორტუგალიის ანიმაციური ფილმების ფესტივალი არის ასევე აი უმაღლეს სასწავლებლებთან უცხოეთში როგორც აი ბაბელსბერგის კინო უნივერსიტეტი, ბადენ-ვიურტემბერგის კინო აკადემია, ლუცერნის უმაღლესი კინოსასწავლებელი, ასევე ესტონეთიდან ყავდნენ ჩვენ ძალიან საინტერესო ხალხი პროფესორები, რომლებიც აი გასულ წელს იყვნენ ჩამოსული ერთი კვირით ადრე და ჩვენთან აი ისეთი ოსტატობის გაკვეთილები ჩაატარეს სამხატვრო აკადემიის ანიმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ეს ჩვენ 1 სექტემბერს ეს ტრადიცია გვაქვს ხოლმე, რომ რადგან ჩვენი ხელოვნების სკოლის ღონისძიება არის ეს 1 სექტემბერს სტუმრებს წარუდგენთ ხოლმე თითო ორ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებს ჩვენს გვაქვს ეს ქორეოგრაფიის წრე ყველაზე ესეთი პოპულარული აღმოჩნდა ჩვენთან რაღაც ეს ქორეოგრაფია 120 ბავშვამდე დადიოდა ხოლმე ჩვენთან. შემდეგ გადავინაცვლებთ ხოლმე დარბაზში და იქ წელს მაგალითად აი ბრძანდებოდნენ ჩვენთან შერიგების სამინისტროს მინისტრი ქალბატონი თეა ახვლედიანი მინდა მას მადლობა უთხრა ასევე კულტურის სამინისტროს და კინო ცენტრს რომელთა მატერიალური დახმარებითაც ჩვენ შევძელით თუ ჩაგვეტარებინა ეს ფესტივალი უდიდესი მადლობა მათ. ასევე აი ადგილობრივი გუბერნიის გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს გუბერნატორს და მერს რომლებიც ბრძანდებოდნენ ჩვენთან 1 სექტემბერს გახსნაზე ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა ჩვენთან და ესეთი იყო აი რაღაცნაირად თავისებური ველარება ახლდა ახლა ეს პირველ დღეს თუ როგორ ჩატარდებოდა და რაღაცა პირველი დღედანვე ძალიან ისე კარგად დავიწყეთ და უკვე აი ბოლო დღე არის ახლა მე-7 დღე და რაღაც ისეთი შემაჯამებელი რაღაც ის იქნება ჩვენთვის ისეთი დღე. ჩვენ ამ დღისთვის ავტობუსი ყავს ხოლმე თბილისიდან მსურველებს შეეძლოთ ხოლმე რომ გამოყოლოდნენ აქეთ. 2 სეანსი ქონდა ხოლმე 2 საათიანი ანიმაციური ფილმების და ბოლოს მე-3 სეანსი იყო ხოლმე ჩვენთან კულტურული პროგრამა, სადაც შესულდა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები, ასევე ხალხური სიმღერები, ფორტეპიანო პიანისტი ყავდა და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო. ჩამოსული იყო კულტურული პროგრამისთვის, ასევე
პოლინა ჩერკასოვა ესე ძალიან საინტერესო შემოქმედი არის, ისტორიების მთხრობელია და ამ ისტორიებს ყვება მუსიკალური სხვადასხვა ინსტრუმენტების თანხლებით და ძალიან გაგვიხარდა რომ მეორეჯერ არის ახლა ჩვენთან და უბრალოდ რა ვიცი ის ვინც ჩამოვიდა ესეთი ფრაზაც კი ითქვეს რომ რაღაცა ნამდვილი არისო ეს ყველაფერი რაც აქ ხდებაო და ძალიან ფირფასიერია სიტყვები ჩვენთვის. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი მრავალ საერთაშორისო ფესტივალს და სასწავლებელს მასპინძლობს. დღესაც სწორედ დასრულების დღე გახლავთ ფესტივალის და წარმოდგენილი იქნება დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ანიმაციური ფილმები და უკრაინული ფესტივალის ლინოლეუმის უკრაინელი ავტორების ფილმები. გარდა ამისა, დღევანდელ დღეს ნაჩვენები იქნება ხელის ჩრდილების თეატრი და წარმომადგენლები იქნებიან ბავშვები იმ ჯგუფისა, რომელიც მუშაობს ნიქოზის ხელოვნების სკოლაში, ხელმძღვანელი გახლავთ ნინო გოგიძე და ასევე ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან მუშაობს ანიმაციის წრე, მას ხელმძღვანელობს ნიკოლოზ მჭედლიძე და სწორედ ამ წრის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ანიმაციას წელიწადის დროები იქნება წარმოდგენილი. ჩვენს ფესტივალს დღეს დაასრულებს ანესის ასევე ცნობილი საერთაშორისო ფესტივალის ფილმები და ამავე დროს დღეს წარმოდგენილი იქნება თვითონ ფესტივალის მასტერკლასის ფარგლებში ბავშვებთან შექმნილი ანიმაციური ფილმი. ასე რომ ასეთი მრავალფეროვანი დღე გვაქვს დღეს. სასიხარულოა, რომ მე-12 ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ჩატარდა წელს. დღეს არის ბოლო დღე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ეს კონტაქტები, რაც აქ ხდება, ეს არის კერა, სადაც ანიმაციის დღესასწაული არის ფაქტიურად, უცხოელი სტუმრები არიან მრავლად წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო ფილმები აქვთ ჩამოტანილი და ხდება გაცვლა ანიმაციის ხელოვნების და გამოცდილების. წელს სასიხარულოა, რომ 19 ქართული ფილმი ვაჩვენეთ საქართველოს ანიმატორთა ასოციაციას აქანიმას ეგიდით. პირველად იყო ესეთი მრავალრიცხოვანი პროგრამა და სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული, ზოგი სტუდენტური ნამუშევარი იყო, ზოგი პროფესიონალების და აღსანიშნავია, რომ აცგარდაცვლილი დავით სიხარულიძის სადიპლომო ნამუშევარი ვაჩვენეთ მაყურებელს პირველად მოხდა ეს და საინტერესო კომენტარები მოვისმინეთ და ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი არ უნდა გაჩერდეს და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც მე-13 ფესტივალს დავესწრებით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ნიქოზში ვიმყოფები და წარმოვადგენ დრეზდენის მოკლემეტრაჟიან ფილმებს. ეს ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში ჩვენ განვიხილეთ უამრავი ანიმაციური ფილმი და შევხვდით ბევრ ნიჭიერ ადამიანს. წელს მე თავად არ მიმიღია მონაწილეობა ფილმების შექმნაში, თუმცა მუსიკოსი ვარ და სწორედ ამიტომ წელს კულტურულ პროგრამაში ვმონაწილეობდი. გიტარით ჩემი შემოქმედება შევასრულე. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემეძლო ჩემი სათქმელი მუსიკით გადმომეცა და გამეზიარებინა ადამიანებისთვის. ფესტივალის ფარგლებში კერამიკის სტუდია გაიხსნა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართველი და უცხოელი კერამიკოსების ნამუშევრები დაეთვალიერებინათ. აღსანიშნავია, რომ ანიმაციური ფილმების ფესტივალი 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსდა. ფესტივალის ორგანიზატორია ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა. ღონისძიება ტარდება საქართველოს საპატრიარქოს კულტურის სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შემოქმედებითი საქართველოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია საქანიმა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ღონისძიება სოფელ ნიქოზში 1 სექტემბერს გაიხსნა და 7 სექტემბერს დასრულდა.